ჩემი მეგობარი სერგო როგორ გითხრათ ხელოვნება უკვე სურათი იყიდა საშუალო ზომის თეთრი ტილოა ესე მეტრი და 60 დაახლოებით მეტრზე და 20-ზე მე და სერგო დიდი ხნის მეგობრები ვართ საკმაოდ ცნობილი ექიმია დერმატოლოგია აი ხელოვნება უყვარს ხო ორშაბათს შევუარებ სურათი თურმე შაბათს იყიდა როგორც ირკვევა კარგა ხანია ოცნებობდა აი ამის შეძენას სურათი თეთრია აბსოლუტურად თეთრი ძვირია არა 6000 მივეც 6000 ხო 6000 ხანდრიშვილი 6 ნახევარს მაძლევდა ხანდრიშვილი ვინ არის ხანდრიშვილი არ გაიგია რა იყო არ გამიგონია ხანდრიშვილის გალერეა პირველად გესწრა ესე იგი გალერეა გაძლევდა 6 ნახევარს არა თვითონ ყიდულობდა თავისთვის მე რამე ეკიდა მე რატომ არ ეკიდა იმის თომ რომ ეს სურათი გაყიდა დაინტერესებულია კერძო პირს მიყიდოს ეს აუცილებელია ბაზარმა ვერ მუშაობს ხო მოგწონს არა მოიცა მაგიდან უყურებ ხო აბა ასე შეხედე ხედავ როგორი ზოლებია ხედავ ეს ხაზ ფონიც თეთრი აქვს მაგრამ თვალს თუ მოჭუდავ შესაძლოა წვრილი ზოლებიც შეამჩნიო ქვემოთ ისიც თეთრი რა გვარია ვინ ხატვარი რა არ გამიგონია ანტროიაძე ხო შენს გარდა სხვა ვინმე იცნო
ცნობილია? ძალიან ცნობილია. შენ რაღაცა არ მჯერა რომ ამაში 6000 მიიღო. არა, მე ვიცოდი შენ მაინც ვერაფერს ვერ გაიგებ. ბიჭო. ამაში ნაგავში 6000 რა სერგო. ეს ჩემის მაგაზინი, მამია. ჩვენი ბიჭია, დიდი ხნის მეგობრები ვართ. ავიაციის ინჟინერია და საკმაოდ კარგი სახელიც აქვს, მაგრამ ისეთ იმ ინტელექტუალთა რიცხვს განეკუთვნება, რომლებიც ვერაფრით ვერ ეგუებიან თანამედროვე ხელოვნებას და თან რატომღაც ამაყობენ ამით. აი ამას როგორ ამბობ ნაგავია, მამია, მე. რა იყო სერგო რა იუმორის გზნობა სულ დაკარგე კაცო ან გაიცინე ან გაიღიმე მაინც რას მიჩხუბები ვერ გავიგე გინდოდა და იყიდა მერტომ შინდობაში. არა, ეხლა მითხარით უცბად. აი რას შეადარე ნაგავია ხო? აი დამცინე შენ. ვერიკი ჩვენ დამცინე. შედავსინი მამე, εσύ როცა ასე რაიმეზე ლაპარაკობენ, იგულისხმება რომ არსებობს ამ საგნის შესაფასებელი კრიტერიუმი. ესე ვის ელაპარაკები, ბიჭო, ეს ელაპარაკები ეს ეროში. იცი რა გეტყვი მამეა? თანამედროვე ხელოვნების აზზე არ ხარ. არაფერი არ გესმის საერთოდ და ბედავ კიდე და მიმტკიცებ, რომ ეს ნაგავია. მაპატი ეს სერგო ძალიან დიდი ბოდიში. მე მაპატი ეს რა თქმა უნდა ნაგავი არ არის ეს. ეს არის ზღრენი. არა, სურათი არ მოწონს და ნუ მოწონს. მაგრამ რა არის ეს რა დამოკიდებულება? რატომით მელაპარაკებ? ვერ გავ. რას დამცი? რა ხაგი? არა, გაგიჟებულა ეს უბედური და ვერც გაუგია. როგორ შეეძლო ჩემს ძმაკაც სერგოს აი ეს რაღაც სურათი 6000 ეკიდა. თეთრი ძონცი 6000 ლარი. არა, ფული აქვს, კაცო, ერთმა მისცეს, მაგრამ ეხლა ვიცი რომ თავზეც არ გადადის. აი, ჩვენი საერთო მეგობარი ვანიჩკა. ვანიჩკას უნდა მოველაპარაკო, აუცილებლად უნდა მოველაპარაკო ვანიჩკას, მაგრამ რა გინდა რა? უპრინციპო კაცი. ყველაფერი ფეხებზე კიდია, შეხედე. დარწმუნებული ვარ, წარფსაც არ შეიხრის იმის გამო, რომ ჩვენმა სეროჟამა ეს თეთრი ნაგავი 6000 ეკიდა. ცოცხალი ხარ, ვანჩკა? აი მე ივანე ვარ. და ამჟამად ოდნავ ნერვიულობ რა. თემის სიცოცხლე ქსოვილებში ვიყავ. ეხლა საკანცელერიო საქონლის ბითუმად ვაჭრობაში ამოვყავით არ. ისე თითქოს არამიშავს კარგი ბიჭი ვარ, მაგრამ აი ამ საქმეში ყველგან ხელი რატომ მომეცა რა? ა? ორ კვირაში ჯვარს ვიწერ. ჩემი საწოლე ლამაზი, შვენიერი გოგოა, კარგი ოჯახის შვილი. აი. რა საკეთე? ივანე, თავფაქს ვეძებ. ბიჭო, რა დაგჩემდა ეს? მოიკითხავ რაღაც სიტყვას იმ შენ სულხან საბაში და მე მაგიჯებე თავფაკი რა უბედურებაა. სარქველი მამია, ფლომასტერის სარქველი. მე თავსახურს ვერ იტყვივანი. და 5 წუთის წინ ხელში მიჭირე. რა მეყო? რა მოეჭი? 2 წუთის წინ ხელში მიჭირე. ახალს გიყიდით ვანიკო. რანაირად მივიდი მამია, გამაგებინე. შენ ჩვეულებრივი ფლომასტერი გონია ხო? ამით ყველაფერზე შეგიძლია დახატვა და მერე თუ გინდა. ვაი მეტედა. თუ რანჭირს რატო ვერ პოულობ გამაგებინე? შენ და ქეთი მაი აქ უნდა იცხოვროთ, კა? ხო, რაი. არ შეიძლება ახალ დაქორწინებულებმა აი აქ ვიცხოვრო? ახლა დაქორწინებულებმა მომწონს. ძალიან ვთქვი მამია. ქეთი როცა იქნება, ეგრე არ გაიცი. ვანიკო, საკანცელერიო საქონლის ბითუმად ვაჭრობა როგორ მიდის? კარგად. მეჩვენ. ხო. რაღაც გამხარი მეჩვენები. გავხდი, ხო, გავხდი, ნერვიულობის ბრალია, გავგიჟდები ეს.
თალფაკი თუ არ ვიყოლე ბიჭო, რა არის იცი? ფლომასტერი გახმება და მე შენ კიდე დაჯექი რა, რატოდ გახარ? ძებნას თუ არ მოეშვის, საერთოდ წავალ. კარგი ბატონო. უკვე მოვეშვი. რამეს ხომ არ დალევი? ნამდვილ ბორჯომს დავლევ თუ გავს. აი, გმად. შენ ამ დღეებში შენ სერგო ხომ არ გინა? სერგო არა. შენ? ვნახე. რა. როგორ ავარო? არა. შაბათს ბიჭმა სურათი იყიდა. უყურე შენ. ხო. როგორია? თეთრი. კარგია თეთრი, კარგი. აბსოლუტურად თეთრი. მით უკეთეს. ფონიც თეთრია, მაგრამ თვალს თუ მოჭყდავ შესაძლოა წვრილი ზოლები შეამჩნიო. მე მოგისით თეთრი გამიგეს? თეთრი. სტოპ. როგორ დაინახე? რა? აი ეს თეთრი ხაზები. ნუ თვალს თუ მოჭყდავ ვანიკო მოიცა. ფონი თეთრია ვამბო. ეს ხაზები რანაირად გაარჩა? ვანიკო. თეთრსაც ხომ აქვს ვანიკო დიაპაზონი. თეთრიც ხომ შეიძლება მეტნაკლებად თეთრი იყოს, არა? შენ რატომ გამამთავრებელი. გაი ბატონო დაამთავრე გისნა. წარმოიდგინე ვანიკო ის სურათი? როგორ არ წარმოვიდგინე? თეთრი. აბა როგორ გონია, რამდენს მისცემდა? ხატვარი ვინ არის? ფას. ანტრიად. ანტრიაძე. იცნო? არა კაცო. გამოჩენილიაო? აი ვიცოდი მაგას რომ გითხავდი. შეკითხვა ლოგიკურია მამია. არ არის ლოგიკური. ლოგიკურია, ფასი გამოიცანიო, მეუნებიდან შენილად იცი რომ ფასი მხატვრის სახელზეა. ვანიკო, მე ხომ არ მithქვავს სურათი რაიმე კრიტერიუმით შემიფასე მეთქი, ჰა? პროფესიონალის თვალით შეაფასე სურათი, ეს ხომ არ წამომცდენია, ვანიკო. უბრალოდ გეკითხებდი, რამდენს მისცემდი თეთრ ჭუჭყიან სურათში, რომელსაც რამდენიმე ჭუჭყიანი ზოლია გავლებული ყრებოდი. მამია, მე ლარსაც ვერ გავიმეტებდი, ხო იცი? სერგომ რამისა? რამისა? ფასი დამისახელე. 100 ლარი. ჰა. 500. 1000. მოუმატე ბიჭო, ცოტა ეს 1500. აი. 6. არა. აგერა მის 6000. 6000. გადიშ და აი, შენც ასე ფიქრობ. არა, თუმცა თუმცა რა. სიამოვნებს ადამიანი მაყუჩ შოულობს და აი, შენ თურმე რას ფიქრობ? და შენ რა სვარამის ფიქრო? და შენ საშიშ სამაში ვერაფერს ხედა? ვერა. საოცარი. მამია. გინდა. გამომივიდა კოლექციონერი. რა იყო, მამია, რა, მერე რა. და შენ ეს არ განერვიულე? არა. ადამიანს თუ კი მოსწონს, რა ნიშნავს ეს? ნუ თანას თუ კი მოყვასისათვის შემობატონო ზიანი არ მოა. მოიცა, სულხან. რას ნიშნავს ეს? თუ კი მოყვასისათვის ზიანი, მე ბიჭო, მე შეურაცხყოფილი ვარ. ჩემი ძმაკაცი სერგოზე მოგახსენებ. სნობი აღმოჩნდა და სულ დაკარგა ეს საღი აზროვნების უნარი. კარგი მამია, რა, სულ გამოფენებზე დაძვრებოდიან გალერეის ვირთხასავი. არა, ვირთხა იყო ხო? ყოველთვის ვირთხა იყო, მაგრამ ბიჭო, რაღაც იუმორი ქონდა, რაღაც ღადო ვირთხა იყო, ეს აღარა. არა, არა, გეუბნები. შენ ეთყოდი რამეს. მე ვიცინე. გულით ვიცინე. ვანიკო, მე კი რა უნდა მეკრა? არც კი გაეღიმა, ბიჭო. აი, ჩემთან კი იცი. არა მგონი. იცი, აი ნახავ. მე ხო თხილი, მან. სერგო. სერგოს გაუმარჯო, სერგოს. ვანჩკა? კაცო, ხელზე რაღაცა გავამაყარა და ნახე ერთი რა არის გასაკვირს. შენ ბიჭო. საცოლის მშობლებთან რა ურთიერთობა გაქვს, შესანიშნავია სიამობენ ეს კაცი სული ცვლის ამ სამუშაოს და სადოს ბედიან ბითუმად ვაჭრობაშიო.
რა იყო სერგო? არაფერი. რამე სერიოზული ხომ არა? არა. ა? მე თუ გეტეს. შესკერა არის ახალი. არაფერი. ბევრს მუშაობ ვიღლები, ძალიან გამიხარდა რომ ნახე. აბა, შენა, მოხდა რა მე? რა? არა, რო არ მერეკო. არა, ხო ეს მე შენი შეწუხება არ კაი, თქოს მახარეთ რა. დივანს დაუბარე და მე თქვის თუ არა დაგირეკავ. მართალი ხარ? მართალი. ვანჩკა, ა? შენ ამ დღეებში მამია ხო არ გინახია? ამ დღეებში არა. არა. არ შენ? მე ნახე კი გუშინ იყო. შენ კაპიცი ყველაფერს. როგორ არის ეს კაცი? ნორმალურა? აი სწორია. ნორმალურზე კარგად ვერ არის. როგორ? არა, კარგად არის. შენ ერთი კვირის ტელეფონით თველაბარაგი არ ამიშავს კარგად ვარო? გითხარი კარგად არის მე. არა, შენ ისე მითხარი რომ მეგონა რაღაც ვერ იყო კარგად. რამერეს გითხარი ნორმალურად არის? არა, შენ მითხარი ნორმალურზე კარგად ვერ არის. ნორმალურზე კარგად ვერ არის, მაგრამ ნორმალურად ხომ არის? ესე იგი, შენ სულ შინძი ხარ? თუ დადი ხარ სადმე? ახალი რა ნახე? არაფერი არ მინახია ახალი. ნაკლებად სერიოზული. ფინანსური კრიზისი მოხდა. რატო? გავკონტროლე. აა. ეთი. ხო. ვაჟკა, ა? შენა. ვაჟკა, გინდა რაღაც არაჩვეულებრივი გიჩვენო? ჯანცი რა? და ხო, არა, თუ არ გინდა. ასა. რა მითხარი? გინდა შეუბედურო შენა. და ძალიან. აი, ეხლა საერთოდ. მერინა. ანდრიაძე. ანდრიაძე. 70-იანი წლების ანდრიაძე. რას მელაპარაკე? ისი აი ახლა სხვათა შორის ამავე მანერაში მუშაობს, მაგრამ ეგ 70-იან წლებშია დახატული. ხო. ძვირია. ბიჭო, ჩემთვის ძვირია, ობიექტურად არა. შენ მითხარი მოგწონს თუ არა? მომწონს კი, მომწონს. მოგეწონებოდა, მაგრამ სერგო, მომწონს. აი, გაჭადოებს, ხო? ხო. აი, ეხლა ვიბრაცია არა. რას თუ ამარობ, როგორ არა აქვს ვიბრაცია? როგორ არა აქვს ვიბრაცია? აქვს. დილით უნდა მოხვიდე. რატო? რატო და ერთოდალობაში შესრულებულ ნახატს ხელოვნური განათების დროს ვიბრაცია არ გააჩნია და ეგ უნდა იცოდე. ეგ ვიცი. არა ისე ფაქტ ერთოდალობაში არ არის შესრულებული. რა უნდა არ არის, რა უნდა ერთოდალობაში? რამევეციო? 6000. ხო, 6000. ხო, ანდრიაძეა და. შენა, სიგიჟე არა? არა, რატო? 6000. არა. თვითონ რა უკიდია საფში იმ კედელზე ხო გინახავს? ჩემის მაღლა და არ მენახა რა. იმშენი ნახატის არ. ბიჭო, იმას კლასიკა უყვარს. კლასიკას ეთაყვანება და რა გინდა რო ხნა? სარდონიკული სიცილი ამით ეხა.
როგორი? სარდონიკული მწარე დამცინავი, ყოველგვარი ხიბლისა და იუმორის გარეშე, გესლიანი. როგორი? ხო იცი ხა მამია იმპულსების კაცია და იმპულსების კაცი კი არა ის თუ ჩემი ახლა იუმორი გზნობა არა აქვს რა. შეთა შეველია ბიჭო, ვიღათავ, იმასთან კიდევ ამ ბოლო დროს ეგ მართლა ვერ არის გულებას. ესე იგი ნორმალურზე კარგად ვერ არის. აი მითხარი ხო თვითონ ახლა. აი როდისმე მაგისთვის მისაყედურია თანამედროვე ხელოვნების რატომ არ გესმის მეთქი? არა, არა. მაგას ბავა აღպես კულტურა არ გააჩნია სულ. ეგ უნდა ისწავლო, კიდე სულ. კიდე არ ასწავლო. ან სურვილი რა თქმა და ან ნიჭი სულ ერთია. ამშობლება. ეხლა მოდი საკა ბიჭო და რაღაც სისულელებს მიტკიცე. აი როდისმე მე მაგისთვის მითხრია რატომ არ მოგწონს აი ესეთი მხატვრობა მეთქი? არა. არ მოწონს და ნუ მოწონს რა მოხდა მე მამია სხვადასხვა ისედაც მიყვარს. იმასაც ძალიან უყვარს. მოდი ახარ ეხლა რა უყვარვარ კი არა ისა. იცი რა შემნიშნე ამ ბოლო ხა? რა. რაღაცა კონორი გაუჩნდა ესე. ესე მელაპარაკება ბიჭო თვითონ მაგის ბიჭები. კაი ეხლა დაწნარდი შენ თუ ჩემის მახარ დაწნარდი. შენ კიდე ბიჭო ნუ იცი ყველაფერს მიფუჩეჩება გაიგე? გამომივიდა აქ. სულ გამოქლია. არა. მამია გამოქლიავდა. მაგრად ვიცინეთ. შენი ცინო. ვიცინოდი ხო? ორივენი ვიცინოდით ქეთის კეთილს. როგორ უთხარი ეს რაც ხრენი გიყიდეო და ისინოდით. აი ეგ სიტყვა მე არ მithქავს, მაგრამ ვიცინოდი. აი მიხვედი სურათს კი დახედე. ბატონო. გაიცი. ხო? ისიც აკვა. აი 2-3 სიტყვა თქვი და ზუსტად ასე მithქა. გულით იცინო. ჭეშმარიტად გულით. ესე იგი შემსტარვარ იუმორი ბოლომდე არ დაუკარგავს. დამამშვიდე ვანიკო. ოჩა. მე უფრო მეც გეტყვი. პირველად სერგო ახარხარდა. პირველად სერგო დიახ, ახარხარდა. დიახ. რატო? და საცა გამეცინებოდა მიხვდა და იმიტომ ახარხარდა. თავი უხერხულად რომ არ მეთქი. ესე იგი მაგაზე მთელი გულით ისინოდაო ვანიკო ვერი თქვი. ეცევა. გულით ისინოდა და გულით ისინოდა, მაგრამ სულ სხვა მიზეზით ისინოდა. ეცევა. როიცინოდა. ვანიკო თქვენ სხვადასხვა მიზეზით იცინოდით, შენ სურათს დასცინოდი, ის კი ხარს გიბავდა. უნდა დაემტკიცებინე რომ მხოლოდ ესთეტიკი არ არის, რომელსაც შეუძლია თეთრ აში იმდენი გადაიხადოს, თუმცა შენ მთელი შენი წყლის მანძილზე ვერ შეაგროვებ, არამედ ძველებურად შენი ძმა და მეგობარია, აი რატომ ისინოდა ვანიკო თქვენ სხვადასხვა მიზეზით იცინოდით, ვანიკო. ეცევა. გულით კი ისინოდა და შენ ახლა გაგიკვირდება ჩემო მამა. რა? სურათი მეც არ მომეწონა. რა უნდა მოგწონებო? ხო და არ მომეწონა მეთქი მაგას მომეწონა. არ არ მომეწონა, მამია, არა. ძალა. არ მოგეწონა. ხო, არ მომეწონა. შემდეგ მაგრამ როდეს დავიწუნე? ვერ დაიწუნებდი, რაც არ არა, არსებობს, არა. რაც დაიწუნებდი. არის რაღაცა ისეთი არის. რა არის რა? არ არსებულიაო ვერ იტყვი. როგორ? ხო. მე შესავით კაცრად არ ავიჯი, მაგრამ ის ნახავი მამია. ხო. ხელოვნება. მასში არის რაღაცა აზრი. რა აზრი? ხო, ჩემი აზრით, რასაკვირველია. ხო, შენი აზრით, რა აზრია? რომელი ხოცა მიმდინარეობის დასასრულია. ეხლა მომე შემთხვევით დახატული ტიპო ნამდვილად არ არის. ეს ნაწარმოებია ძმაო, რომელიც რაღაცა პროცესში იქნება. ნუ სულად აი იმავე პროცესის მონაწილეა და ეხლა იცინე ხო შენ იცინე ხო? რა მოხდა სიცი? სერგოს ისულანებს რო იმეორებ ეს მოხდა. სერგოს გარო გესმის გული ბერეო, მაგრამ შეგო რომ მეჯი მეტი როდიო. იცი რას გეტყვი მამია? დაიოკე ამბიციები და ეგრე თავდაჭერებული ნუ ხარ. გესლიანი გახდა. არ მოწონა. ძალიან სკორ. ამ ბოლო დროს არც მე მინდა რომ
ბრავო, ხოჭა. ამითი რა გინდოდათ გეთქვა? აი ხომ ხედავ რომ შენთან ლაპარაკი უკვე შეუძლებელი. კარგი, დაუშვათ არის რაღაც აზრი იმაში. თუ ჩემი ძმა ხარ, მითხარი რა აზრი დებს? კარგია მამია, რა არის, გაუგებარი, გამაგები, ჯო ყველაფერი ტილოზეა. რა არის ტილო? კაი, გამაგები თავი თუ გასეყარი. არა, შენი საკუთარი აზრი მინდა. აზრი გიქნა. დავიდე, აი რას გრძნო? როგორ რას გრძნო? ხო რა? როგორ რას გრძნო? ხო. ვიბრაციას გრძნო. რაღაც ვიბრაციას გრძნო. რაი, რა შენ გონია მე იმ ნახატის შეფასება არ შემიძლია. არ შეგიძლია. რატომ? იმიტომ რომ მე ხო კარგად გიცნობ, ვანიკო შენ საღად მოაზროვნე კაცი ხარ. რაცა შენზე მე ვერ ვიტყვი. ვალი გამისწორე ვანიკო. შენ სერგოს სურათმა სული აგიფორია ქავანი. სული არ. ერთ კითხვაზე მიპასუხე, აი დაუშვათ ხვალ ქეთიზე ქორწინდები და დაუშვათ საქორწინო საჩუქრად, აი ეგ სურათი მოგართვე შენ გაგიხარდება? შენ გაგიხარდება კმაყოფილი იქნებია? ამაშია საქმე. თავფაკ. რა თქმა უნდა არ გამეხარდება. არც გამეხარდება და არც კმაყოფილი არ დავშები, მაგრამ ზოგადად თუ იმშელეთ მე არა ვარ ის კაცი, ვინც თავის თავზე იტყვის კმაყოფილი ვარ. კმაყოფილი ხარ ქალს რომ ირთან, მკითხე ერთხელ დედამ გულუფხვი. მითხარი შვილო კმაყოფილი ხარ ჯვარს რომ იწე. ჯვაბა რა, დედა? აბარა მეთქი. რას ნიშნავს აბარა? შესაძლოა ან კმაყოფილი ან უკმაყოფილო იყო, მაგრამ აბა რა პასუხია? არა, მაინც რატომ ვარ ყოველთვის ასეთი კატეგორიული? მე ვერ გავიგე, ჩემი თავის ვერ გავიგე. ბოლოს და ბოლოს რა ჩემი საქმეა, თუ კი ჩვენი სეროჟა თანამედროვე ხელოვნებას თავს ამაიმუნებინებს მე. ბიჭო. ხო. მინდა. კაცი, ნო. მინდა. ვანიჩკას ანდრიაძე მოეწო. სადაც? ვინა ვანიჩკა? ვანიჩკა რაღაც ანდრიაძე. რა? ნახვა მოგიდა? ხო, მაჩვენ. ვიცოდი. ვიცოდი რა მოგინდებოდა. არა კაცო, არც ესეა საქმე, სერიოზული ამბავია ეს რა. მაგრამ რა თქმა უნდა, შემეძლო სულ სხვა გამოთქმები შემერჩია უფრო რბილი სიტყვები მეხმარა ეხლა რა. მომერთო შემიშველი. ჩემის აზრით ეს სტილო თეთრი არ არის. აი მან რაც უნდა ისე ფიქრობს მე მიფურთხებია. მე ჩემის აზრით მეთქი რომ ამ ობიექტურობას გულისხმობ. ობიექტურად კი ეს სტილო თეთრი არ არის. კარგით. აი თონი თეთრი აქვს. კი. მაგრამ თვითონ ფერწერა ნაცრისფერ ტონებშია შესრულებული. აი ნახეთ ცითელიც კი ურევია. ეხა თეთრი რო იყოს მომეწონებოდა. ჰა? ამის თვალში თეთრია, კი? ეს თეთრია მარტო იმიტომ ამბობს რომ ვერ ხედავს ბეცია. ვანიჩკას თვალშიც კი თეთრი არ არის. რა იყო ვანიჩკა ეგრევე მიხვდა. მამია თუ ძმა ხარ მოდი მოვე
მოვეშვათ ახლა ამ სურათს, ცხოვრება ისედაც ხანმოკლეა. რა არის პასუხია და აი ეს თუ წაგიკითხავს. თანამედროვესი რამეა, შედევრია. წაიკითხავ და სხვა არაფრის კითხვა აღარ მოგინდება, ნახე. ბიჭო, რამის ჩემს კერძო კაბინეტსა და სამანტყოფოს შორის შუაში გავიხლიჩო და მაინდა-მაინც ეხლა მაგდამ. გამომიცხადა ყოველ შაბათს კვირას ბავშვებს უნდა მიხედო. ახლა ფიზიკმა უკუგენა. თურმე ბავშვებს მამაც სჭირდებათ. ხო და აი კითხვის დროს აღარ მჩება და იძულებული ვარ მარტო შედევრები ვიკითხავ. ფერწერის არის. იცი მე სპორტშორის რეალისტური ფერწერის შეფასებად შემიძლია. ხო? აი თუნდაც აი ესეთი როგორც შენი ფსევდოფლამანდრიელია. ძალიან სიმპათურია. არის ის ფსევდოფლამანდრული კარკასონის ხედია. არა, ვიცი. შემომავია, მაგრამ ვიცი არის რაღაცა ფლამანდრული ეს სარკმელი ეს ხედი. ხო, აბა. მოკლედ რას კარგია ახლა, რას ვეუბნები. სერგო, კაპიკია მაგ შენი სურათის ფასი და ეს შენც მშვენი ბრატაცი. ზირა. შემომავია. ხოლოდ მამას ზეციერმა იცის რა ეღირება ანტრიაზე ცოტა ხნის შემდეგ. მომავალში და ეხლა რა თქმა უნდა, იცი რა ვიფიქრე ახლა სერგოს ეს აქციელი მისი პოეტური სულის გამოვლინება არ არის მეთქი ვიფიქრე აი ეს შენი არარაციონალური შენაძენიგანა შენი პოეტური სულის შესაფერი არ არის მეთქი აი ვიფიქრე და აზრი შევიცვალე. ჩინა არ გენდა რა ნუხარგე თავაზიანი არ გიხდება რა. მე აქ შეცდომების აღიარება. რატო? იმიტომ რა არის ზედაპირული კაცი ვარ, თანაც ნერვები მოშლილი რა. სიბრძნე მაგლია. ეხ სიბრძნე. მამია სენეკა წაიკითხე. აი მაგალითი. რა მაგალითი? შენ მეუბნების სენეკა წაიკითხეო, მე კი შეიძლება ამ გამონათქვამმა სასოწარკვეთილებაში ჩამაგდოს ეს ხომ აბსურდი. არ არის აბსურდი. არ არის აბსურდი, იმიტომ რომ შენ თვითონ ხომ თქვია, რა შენ ხომ არ თქვი სასოწარკვეთილებაში ჩავარდები. შესაძლებელიაო ხო? შესაძლებელიაო თქვი და შესაძლებელია კიდე. კარგი, აბსოლუტურად მართალი ხარ. გეთახმები, აბსოლუტურად მართალი ხარ, ნოვახარებო. კი, აბსოლუტურად მართალი. კაცი ამბობს სიბრძნე არ ამყოფნის რომ მე კიდე გეუნების სენეკა წაიკითხე მე კი მორწალი ნათქვამია რა. აი ზუსტად ეს დამტკიცებს რომ მართლა არ აკופნის სიბრძნე. რა იყო მე ხო არ მithქვავ შენთვის არა? ბიჭო მამია მიდით წაიკითხე სენეკა გითხარი სენეკა წაიკითხე მეთქი ხო? ზახელის ნიშანი დაუსის ხო ხომ არაფერი. მართლა მამი. იცი ნუ გეწყინება და ამ ბოლო ხანს მეც და ვანიჩკასაც გონია რომ შენ იუმორის გზობა დაკარგია. ბიჭო, სად არის მართლა კაცი, ა? ივანემ გითხრა, მამიას იუმორის გზნობა დაეკარგაო. იცი რა, უბრალოდ ამ ბოლო ხანს მე და ვანიჩკას გონია რომ შენ იუმორის გზნობა დაკარგია. აი ესე იგი, უკანასკნელად რომ შეხვდით ერთმანეთს, ივანემ გითხრა, შენი სურათი ძალიან მომწონს, მაგრამ აი მამიას იუმორი აკლია. გეფიცები ეგრე ხო, რა ძალიან, მანახე. იგნაცია. ჰომეოპათიისას დაიჯერა რა. ისაც არ ამჯერა. შეხედა ვანიჩკა როგორ გახმა? საცოლეც ჩამოუხმა იქ თვითონ. მამია. შენ ლაურა როგორ არის? აუ. კარგად მამია. ხო, ძალიან კარგი. ძალიან მიხარ. სად უნდა დაგიშვი? შენ ვერ გადამიწყვეტია ესე ჯერ რა? აი ფიქრობ ახლა არ ვიცი. აი იმ კედელზე რომ დავკიდო, ხო და შემოვხატე დაპირ სურათი აქ არ ვიცი, მაგრამ აი იქ რომ დავკიდო, მზის შუქი ხوار შეჭამდა. ჩარჩოში ჩასვა. არა. რატო? არ ჭირდება და იმით. თვითონ მხატვრის სურვილიც ასეთი იყო, ისი? თითქოს სურათი აი ესე უსასრულო. რა თქვა? ანკურაში იკარგება, იცი? მამია. მამია. მოდი აქ. აქაო. მოდი აქ. მოდი აი გეხვეწები აი იქიდან შეხედე ძალიან თხოვ რა მოდი. თხოვ მოდი ნუ. აი შეხედე რა გეხვეწები აი როგორი ხაზებია ხედავ რა. ხედავ. ჰა? აი როგორი ხაზებია. აი ეს რა? პლასტირია თუ რა უბედურებაა ეს რა? მოხარშული ცელულოზა. დიახ. მხატვრები კრაფტს ეძახიან. ხო, თვითონ გააკეთა მაესტრომ თავის ხელით. კარგია. რა, მაესტროს რომ ეძახ. აბა რა დაუძახო? რა ვიცი, მხატვარი და რა გვარია მე მაგის. მხატვარი ანტრიაძე. ხო.
სიამბო მაესტრო. არა, როგორ ვამბობ ერთი მაესტრო, აღარი კაცო რა მნიშვნელობა აქვს ერთი. მაესტრო. შენი სიტყვი რა ესეთი სერიოზული არ მოვიდა. რა უნდა მოქმედოთ სერიოზული ჩემო მამია რა. ისე რომ აუტანელია პირდაპირ რა ზმო რა. კაცი რომელიც არაფერს არ აკეთებს, ყველგან იგვიანებს რა. ჩახო შევტანხმდით ასე რომ 7 და 8 ნაკრამდე ყველანი შევიკრიბოთ რა. ყველას ასე გაუშვით, ნუ რა არის? რა მივახშო. რა უნდა იახშო კაცო? რა ვიგრება, ნუ რომელსაც შემეცმეს როგორ ვამბობ ერთი მაესტრო მითხარი რა. არა მითხარი როგორ ვამბობ სიამბო მაესტრო თითქოს აქ შენი ამტრიაძე ღვთაება იყო. შენ ეცი წარმოიდგინე და მართლაც ღვთაებაა ჩემთვის. მართლა იცი? ხო აი ეს. შედი ერთი მუზეუმში და ნახე რამდენი ამტრიაძე კიდე არც ხიცი რა გელაპარაკო. მუზეუმში ისამდენ კიდეა? მუზეუმში 3 ამტრიაძე კიდეა იგაი და ჩემი იმაზე უარესი ნუ გონე რა. შენ იცი რას გეტყვი ახლა? აი 5 წუთს ვიცლი კიდე რა. თუ არ მოვიდა ეს მანიშკა, ერთ კახურ რესტორანი აღმოაჩინე, всё იქ მივდივარ. მოჩვენე რა. ბიჭო. რა ნერვიულობ? არ ნერვიულობ. არა, ნერვიულობ. არ ნერვიულობ, საერთოდ მოიტან. არ ნერვიულობ. თუმცა მართალია ნერვიულობ. იცი რატო? იმიტომ რომ ეს ვანიშკა კაცი კი არა თხელია, გაიგე? რა მე გადაიცინე. ჯოხსკი საცოდავ ივანეზე ტეხა, შენ შენ რა შუაში ხარ? არა? გარაკაცო შენ თუ გამაგიზიან საერთოდ მოიტან. შენ რა შუაში ხარ? რასაუბრა შენ შუაში ხარ? ვაი არა მართალია კი მამია მაგიზიანებს მართლა მამია ეს დათაფლული სიტყვები ეს ყოველ ბგერაში დაცინო ისმის რა ნუ ხარ რაც მომ ასეთი ნუ ხარ გეხვეწები ასეთი აი ზუსტად აი ასეთი ნუ ხარ მე რა გონია ჩვენ შორის ყველაფერი იმიტომ მოხდარებს ანტრიაზე აი ამ ანტრიაზის გამო ხდება ყველაფერი აი ამ არა კი ჭეშმარიტება ყველაფერში ჩემი ანტრიაზეა დამნაშავე არა ეგრეა არ მოწოს კაც და არ მოწოს და ნუ მოგწოს მიმიფუთხებია შენი შეფარსებისათვის მამია ჩემო ნუ თუ ყველაფერი ეს აი ამისთვის ხდება თუ რა დავიფოღმე რომ ამ ხელა ფულის დღლიზა ნაგავში არა ეს ყველაფერი გაცილებით უფრო ადრე დაიწყო აი სწორედ იმ დღეს უკანასკნელად რომ მყავდა საგამოფენო გალერეაზე ეს რიჟავის თხა ესა და ყოველგვარი იუმორის გარეშე გამოაცხადა შეხედულებათა გადაფასება ხდებაო ხელოვნებაზე ბაასობდა ბიჭი მე გაშლი მე არც ვიცოდი რა მეთქვა მე ვთქვი მიზანტროპი უნდა გავხდე მეთქი ვთქვი ამან კი აიწვით ვინ ახარო შენ საიდან ჩამოხვედიო მე ეს ვინ მოსულაო ვინ ახარ შენ ჩემო პატარა მამია ყველაზე მაღლა დგომა რომ მოისურვე ორიგინალობაო აი მაშინ უნდა მეგლიჯა ყბაში და რო გაიჭყლატებოდა მიწაზე მივსულიყავი და მეთქვა შოთიდო ვიდოხო ისი მეგობარი რაც მაგარი შეხიტა სეროს უახლოესი მეგობრის მადლობ კუმრო ბიჭო რაღაცა კახური რესტორანია ალბათ და ქონიანი საჭმელი იქნება რა აი ნახე 8 საათი და 16 წუთი. უყურე? ხო. რაღაცა უცნაური სიტუაციაა. უბრალოდ დრამატიული. ორივე დედინაცვალს უნდა ქორწილში მოსვლა. ეს კეთილ გიждდება თავისი დედინაცვლისათვის, რომელმაც პრაქტიკულად გაზარდა და უნდა სიაში შეიტანოს და სავსები ნორმალურია, მაგრამ მე ისე მეჯავრება ეს ჩემი დედინაცვალი რომ რა თქმა უნდა სიაში არ შევიტანე. ბიჭო, მამა ჩემა ყავდო და თავი შეუშვია. არ მოვალ დუშეს დედინაცვალს საზაბადიშებო. ან მაშინ ქეთის დედინაცვალი თუ იქნება რას როგორც ხარ დაუშვებელი. ერთ პირობა კი ვფიქრე მამია, მოდი მშობლებს საერთოდ არ დავპატიჟებ. ბოლოს ბავშვები ხომ არა ვართ არა? ჩვენს ოჯახებს ჩვენვე წარმოადგენდა სტუმრებსაც ჩვენი ჭყვით მოიპატიჟებთ. ქეთი არ ამიღრია და
ჩემს მშობლებისთვის ეს დიდი შეურაცხყოფა იქნებაო. ქორწილს ისინი იხდიანო, ხო იცი ახლა რა ხდება ამ ხელა ქორწილიო და განსაკუთრებით ჩემს დედინაცვალს ეწყინება, რომელიც მთელი ცხოვრება თან გადამყაო. ბოლოს დამიყოლია. იზულებული გამხადა ჩემი დედინაცვალიც დამეპატიჟა. ნაგავის. ჩემი დედინაცვალი. დამპარ. ეხლა გურეკავ დედაჩემს და ვაფშილე, დედიკო. სხვაგვარად არ გამოდის ეს ჩემი დედინაცვალი ივლიდა უნდა თავპატიჟოთ მეტი. ვაიმე. მაშინ შვილო ქორწილში ჩემი ფეხი არ იქნებაო. როგორ მიბედა და პატიჟებ ივლიდას, როცა მე როგორც მიდოებული ცოლი მარტო უბრალოდ ის კი მამაშენის გვერდით იფხინძებოდესო, დედიკო. დამიგებული ახლა ყურმილი დაკიდე და ხვალ დილით ძმაკაცები მელოდებიან დასვენებულ გონებაზე მოილაპარაკოთ მეთქი. შენ ხარ ყველა შეზეცი ნაყენებო. კარგი რა და აბა შეზეცი ვიდა მიხდებია მე კიდია. ბოლო ვარაბაროვა. თურმე უკვე ყველაფერი მოგილაპარაკებიათ, ყველაფერი უჩემოდ გადაგიწყვეტიათ, ყველაფერს და ჩემს ზურგს უნდა შედახმებულ ხარ და ეხლა ქორწილსაც აღარ გინდა დავესწრო. დედა მამია და სერგო მელოდებიან მეთი მეც მაგას გეუბნები შვილო. შენ არასოდეს დაგელევა ჩემზე მნიშვნელოვანი ადამიანები და საქმეებია და ყურმილი დამიხე. ქეთი გვერდით მედგა. რასაც პირველია დედაჩემის მონოლოგი არ ესმოდა და მკითხარი რა გითხრაო. რა და ივლიდა თუ იქნება არაფრით არ მოვალო. სწორია ბატონო ეს გაიგა რასაც არა მაგას არ გეკითხები. ქორწილზე რას ხავ არაფერი მეთქეს ტყუიო არა კეთიცები არაფერი უთქავს. მოდი შენ შემოგვიდე მოდი. შენ თვითონ დაურეკე რა და შეასვინე რომ როცა საქმე შვილის ქორწილს ეხება აბა თავმოყარეობა აქ რა მოსატანია თქო. სტატი და შენ თვითონ დაურეკე. გურეკ ამის ნერვები დამეკლიჯოს და ამ დროს ვანიჩკა მეუბრება დედა. შვილო, აქამდე ძალიან არეული ცხოვრება ქონდა. და ახლა რადგანაც ასე უცებ, ასეთი მკუხარე მატრიმონიალური მოღვაწეობა გადაწყვიტე. ვაიმე, აი სიტყვა მენასწავლა ეკამაკები. ლექსიკონებში ვეძებე რაღაც ქორწილობანას თუ რაღაც ამ დაგვარს ნიშნავს, მოკლედ, რადგანაც შენ ასეთი მგზნებარე მატრიმონიალური მოღვაწეობა გადაწყვიტე, ესე იგი მე მთელი დღე და საღამო ვნავობ და მამაშენის გვერდით, რომელიც 17 წელია არ მინახავსო. სულაც არ მინდა ჩემი ჩამოგიდებული ხაბები და გასიებული გავა დაინახოს არც იმან და არც შენმა დედინაცვალმა ივლიდამო, რომელსაც თურმე როგორც ფელი ჟღენტმა მითხრა კაზინოში თამაში დაუწყია. სხვათა შორის დედაჩემი თვითონ თამაშობს კაზინოში. ხო, ამ დასაპატიჟებელთა სიას ხომად ყველა დაინახავს. ზოგიერთი მიკროსკოპიულადაც კი შეისწავლის და მე ასე უნდა ვეწერო შვილო იაქესავითო. ხალო რატომ ახლა ესეთი ეგოისტი? ჰა? არა შვილო, ეგოისტი კი არა ვარ, შენს არ დამიწყე ხლა დეიდა, მაგრამ საერთოდ ხვა გიდევს ფკერში გულის მაგიროდო. ამდენით მითხრა, ხვა გიდევს ფკერში გულის მაგიროდო და უკლებლი ყველას თქვენს ოჯახში ხვა უდევს ფკერში გულის მაგიროდო. იცი რატომ? დაიგე ყველას უკლებლი თქვენს ოჯახში ხვა უდევს ფკერში გულის მაგიროდო და ამას. სწორედ მაშინ მეუბნება, როდესაც იმუბედურ ბიძა შეძენ. შენის სისხლით ნათესავი არ იყოს წერმიცი არ მინიწერია აბა საავადმყოფოს თანახაოდ მის მოწოხოდ ლაპარაკიზე რა გაცილე შვილო რა ეს სასაცილოა მე კი არა ვარ ეგოისტი შვილო შენ კიდევ ბევრი რამის სწავლა მოიხდება ამ უბედურ ცხოვრებაშიო წადი იმ შენს მაკაცებთან აბა დედა ვის რაში სჭირდება დრამა მოხვა კეთის ხრიდან. ონ ერთ მოქმედებიან, იმიტომ რომ თქვენთან მეჩხარებოდა. როგორ გამხდარ ხარ? გავხდი ავარაკინებოდა.
მიერვილობის ბრალია, მიერვილობის. ეს რა არის, რა უბედურებაა. სენეკა. ბედნიერი ცხოვრება, ვაიმე. აი ეს მინდა მე ეს. რაო სენეკა, რა. შედევრია. მართლა? და არის ის ბიჭო, რას ეკითხები, არ წაუკითხია. არა, არ წავა. არ წამიკითხავს, მაგრამ სანამ თქვენ მობრძანდებოდით ბატონი ივანე, ბატონმა სეროჟმა ბრძანა, შედევრია. დიახ ბატონო, შედევრია მეთქი, იმიტომ გითხარი რომ მართლაც შედევრია. ხო, ხო. ხო, რა იყო, ვერ გავიგე რა. რატომ ნერვიულობს, სერგო? რა ვიცი მე ისე ამბობ, თითქოს ყველაფერზე შედევრია მეთქი ვამბობ. ესე არ მithავს. შენ რა გამსინე? არა, პირიქით, კაცო, შენ კიდე დაამატე უთანამედროვესიაო. კაი, დავამატე მე რა. არა, ისე თქვი უთანამედროვესი, თითქოს თანამედროვეზე უკეთესი ეპიტეტი. დავუშვათ მე რა. შეფასებისთვის, სერგო. არაფერი. მე ხო არ გამიმეორებია ეს უთანამედროვესი, ეს გაზვიადებული უთანამედროვესი. შენ გაო შარზე ხო არა? ეს ხა მათლია ეხლა თქვენც ჩხუბობ. არა, რა შეჭირდა? შენ მართლა ვერ ხდები რომ მართლა საოცრებაა კაცმა 2000 წლის წინ რაღაცა დაწეროს და დღესაც აქტუალურია. აი სწორედ ეგ არის, რაც ახასიათებთ კლასიკოს. კარგი, ბრეკ, კარგი. არა, კლასიკოს. კარგი ეხლა გეყოფათ, კარგი. ნე. კარგი. ეხლა რა ვქნათ, ეხლა. კინოში ვეღარ წავა, 10-10-იანი სეანსები მოისვა. ბოდიში ბატონო. მამია. წავიდეთ სადმე და ვივახშე. ასე სერგიკო მითხრა ვანიკოს, ჩემი ნახატის სურათი ძალიან, ნაყიდის სურათი ძალიან მოეწონაო, მართალია? ხო. მომეწონა. შენკი არ მოგეწონა ესეც მე არ მომეწონა. რაო ბიჭო, რაო, კახური რესტორანიო რაღაცას ამბო. ბიჭო, აბა სუყე და ქონიანი საჭმელი იქნება. აა, შესაძლებელია სუყე და ქონიანი საჭმელი იქნება, მაგრამ მე მაინც მინდა. არა, თუ შენთვის სუყე და ქონიანი იქნება, მაშინ სხვაგან არა, შეიძლება ჩემთვის სუყე და ქონიანი იყოს, სერგო, მაგრამ მე მაინც მინდა რომ გავსი. იცი რა მამია, იმ რესტორანში მარტო მაშინ წავალ, თუ ყველა ვისიამოვნებ, თუ არა არ წავალ. ბაჭკა, ბატონო. შენ გიყვარს სუყე და ქონიანი საჭმელი? ბავშვი, როგორც თქვენი. ვანიკო ისე მოიქცევა, როგორც ჩვენ ვიტყვით, სერგო. სულ იმას არ აკეთებს, რაც სხვას სურს. რა დაემართა ამ კაცს? არაფერი არ დაერქვა, მართალია რა. სწორად მართალია. არ შეიძლება ცხოვრებაში ერთხელ საკუთარი აზრი იქონიო. სტოპ. ძმებო, თუ დღეს მე ვარ პროგრამაში, მაშინ ავდგები და წავა. რა მოგივიდათ, რა ისედაც მთელი პირა ვეწამები, ხო? იუმორს მოუხმე, ვანიკო. რა? იუმორს ნუ დაკარგავ, ძმაკა. იუმორს ნუ დაკარგავო? ხომ არ გეჩვენება, რომ ამ ბოლო დროს დაგეკარგა იუმორის გრძნობა. ბიჭო, რა დაემართა ამ კაცს, გამაგები. ბალი გამისწორე, ვანიკო. ხომ არ გეჩვენება, რომ ამ ბოლო დროს მეც დამეკარგა იუმორის გრძნობა. გაიყოფათ მორჩით ეხლა. მართლა რაღაც მოვიმოქმედო, თორე დაღამ. არ და სიმართლე გითხრა და აღარც ამშია. არა, დღეს თქვენ რაღაცა მართლა დაგემართეთ. შენ მოდი რა. კიდე შენი ქალების თაობაზე ჩემი აზრი მოგახსენო, ა? ისე ყველაზე აუტანელი თქვენში ქეთვია, გაიგე? ძალიან ნერვიული, ატი. აი, თავიდან თუ მიუშვეს შედებაზე. კაი გელიცმაო, კაი. აბა, რა ვქნა, კაცო, როგორ მომიქცე, გამაგები? ჰა? უარი თქვი, უარი. რაზე თქვა უარი, რაზე? ხო ქორწინებაზე? აბსოლუტურად მართალია. გაგიჟდით, კაცო, თქვენ გაგიჟდით? არ შემიძლია. რატომ არ შემიძლია და იმითო, მოშა. როგორ ასლაბარებო, თქვენ უკვე ყველაფერი მზად არის. რა არის? სანაც უკვე 3 თვიანი ბიტუ ვაჭრობაში მუშაობ. მე რა მოხდა? ის მოხდა რომ სავაჭრო ფირმა ქეთის ბიზნესა. კარგი რა, ვანიკო. ახალი თანამშრომელი საერთოდ არ ჭირდებოდა. მით უმეტეს ჩემნაირი ეს ქსოვილების სპეციალისტი. ზირას გეტყვი. მე ჩემი აზრი გითხრა და შენ როგორც გინდა ესე მოიქცე. ნაპატიეთ შემოსერგო. რა ვქნა, არ მინდა გაწყენინო, მაგრამ შენ არ ახარ ის კაცი, ვისაც მე ოჯახურ საკითხებში ჭკუას დავეკითხებოდი. ვერ ვიტყოდი რომ ამ ხრივ საქმე საათივითა გავს აწყობი.
მაშინ მართალი. სერგო. კარგი ახლა სერგო. ხორცინებას უარს არ ვიდა. სერგო. ვიცი მე. კეთი, საკმაოდ ნერვიული როგორც. როგორ არის? იარაბი და აუტანელი ხასიათია. მაგრამ აი თვისებებიც რო ბევრი აქვს, აი ზუსტად ისეთი ჩემი პასთან ცხოვრებისათვის რომაა აუცილებელი. ეს სადავტო ეგ არა კაცო, ეგ ჯერ არ გადაუწყვეტია ფიქრობს, ვანიკო ფიქრობს. აი რა რომ გავკიდოთ რა მოხდება. მან დღის სინათლე შაშამს, ვანიკო. მართალი ხარ, მართალი. სწორედ ეს გამახსენდი. ჩვენთან ვიღაცა ტიპის აფიშებს ბეშტავენ. ესე იგი 500 ცალი დაუბეშტეს მარიამი. წარმოგიდგენია. ის ტიპის თეთრ ყვავილებს ხატავს. ესე იგი თეთრი, სრულიად თეთრი კათხათა ყვავილები თეთრ ფონზე არ აქვს დახატული. ანტრიაზე თეთრი არ არის, ვანიკო. ეგ ვიცი. ეს ისე თქვი. ანტრიაზე თეთრი არ არის. ვანიკო. ეს სურათი თეთრი არ არის, ვანიკო. რა, კაცვა თეთრი მართლა. აბა კიდევ რა ფერებს ხედავთ, ვანიკო? აცხოვს. ყვითელს. ხთა ჟანგის ფერს. თვალს თუ მოჭუტავ? და ყველა ეს ფერი შენ გაღელვებს? აბა ყველა ეს ფერი მე ძალიან შენ მართლა უთვისტობო და დეგენერატო ვარ. შენ დებილო და იდიოტო. ადე ანდრიას ეცოდები. შენ საწოდა. მოხერედი ახლა რა. ხედავ ბიჭო, ფასმა გააბლა. აი რა ფიქრს რა მოგიჭდა? აი ეს ცხრენი ახლა 600 იგი შენ ხელოვნება გო. აი მერე ვარო. აი შედარება. აი საძიძო პლიტი კაცო. ვარა საშინელება. აქ მაინც არ ვიყო ბიჭო, ჩემი თანდასწრებით. რა თანდასწრებით ხო? ის თანდასწრებით. როგორ ამბობ, ჩემი დიახაც მე ესფერები მოწოს და მახერა. ესფერები შენ ასეა შენ. ნუ მივალი გამორჩი კაცო. ესფერები შენ მახერ. ვანიკო, ესე იგი ეს ფერები შენ არ გაგერვებს, ვანიკო. ბიჭოს? ეგ ამიჯერ რატო უნდა მასწავლიდეს მე ესფერები მაღელვებს თუ არ მაღელვებს? ბანოცა ხარ და ყვითელსაც ხედავ. რა ბეწას ვერ ხედავ, შხლიტო. უცნობ მიგრაციას და რა ვქნა. ვიცი შენ ასე ხალხი არ იყოს გეტყოდი ახლა. და ჟანგისსაც ხედავ. ყველა ფერსაც. ბოლოს და ბოლოს ერთი აგვიხსენი რა, შენ თვითონ ვინახარ? ო რა. შენ გეკითხები, შენ თვითონ ვინახარ? შენ გეკითხები, შენ? არავინ არ გიყვარს. ყველა გძულს.
კიდე ტრაბახობ. თანამედროვე კაცი არა. რას ნიშნავს ეს? აბა წავედი მე და თქვენ ისაუბრეთ. რა მერიხა? რა გინდა ეხლა შეგონა თიშტია და ამ დაბოხდეს უსმენო. ვეგ დოქტორ შენ. რა უკაცრავად რას ნიშნავს ეს თანამედროვე კაცი რა რა? ცი თანამედროვე ადამიანი ის არის ჩემო მამია, ვინც თავის დროში ცხოვრობს. ამას უგააფრინა. როგორ შეუძლია ადამიანს სხვა დროში იცხოვროს რა? ცი თანამედროვე ადამიანი ის არის ჩემო მამია, ვინც თავის აი 50 წლის თუნდაც 100 წლის შემდეგ თავის ეპოქას წარმოადგენს. მე რაში გამომადგება? ეხლა თუ ოდესმე იყვნენ თავის ეპოქის შვილი იყო. აი მე რა? შენ რა შუაში ხარ ბიჭო? შენ ვის დაკარგვი ხარ? შენზე ვილაპარაკო. თანამედროვე ადამიანი ის არის, გიმეორე და პური კარგად მიგდე. ვინც ცივილიზაციის განვითარებაში მონაწილეობს. თანამედროვე ადამიანი სულ ყოველთვის ევოლუციის პროცესში. სულ ეგ არის. ეგ ცოტაა. უკაცრავად თქვენ მონაწილეობთ ამ ევოლუციის პროცესში. დიახ ბატონო, ჩვენ მონაწილეობთ ამ ევოლუციის. აი ეს ბანაკს მონაწილეობს? არა ბატონო, არა, რა მინდა მე საწოდას და უნდა. არა, მიპასუხე. ვანიჩკაც აბსოლუტურად თანამედროვე ადამიანია თავის როგორ ერთი ამიხსენი ახლა თუ იმ ნაჯღაბი ვიმჟელებთ კედელზე რომ უკიდია? ის ნახატი კი ნაჯღაბნი არ არის. რა მნიშვნელობა აქვს ნაჯღაბი? რა მნიშვნელობა? ის ნახატი ნაჯღაბნი არ არის. არ არის, მაგას არ არის, ნაჯღაბნია, გაანებ, გაჩი, მაგას მომსინე. აი ვანიჩკაც აბსოლუტურად თანამედროვე ადამიანია, შესავით, იცი? ხოთე შორის, შენ თანამედროვეების ტიპიური ნიმუში ხარ და რაც უფრო მეტად ცდილობ განუდგე ამ თანამედროვეობას, მით უფრო ტიპურდები. კარგად ქონია საქმე ასპერჩი. მარცანაფერს ეს მარტო შენი პრობლემაა. მაგრამ იცი რაშია საქმე, მამია? ყველაზე უბედურება იცი რაშია, რომ შენ სხვისი აზრის მოსმენა არ შეგიძლია, იცი? მარტო შენ იცი რა არის კარგი, რა არის ცუდი. შენ იცი ვის მაგონა? აი, ადამიანი ჭაობში რომ იხჯობა, ხო იცი? და რაც უფრო მეტად აფხურობს, რაც ცდილობს ამობობხდეს იქიდან. მით უფრო რომ მეფლობაში. გამიგე? ეხლავე მოუხადე ბოგიში. აუ. ამას? მოიცა ბაჭო. ვაჭკა. ვანო. ვაჭკა მოიცა რა, ნუ. მე სწავლობ ხო და? ხო, ადრეს უნდა წავსულიყო. ალბათ. გმადლობ. არ გიქცხვენე. როგორ არ გიქცხვენე? თავს ესხმე ადამიანს. რომელიც ის არის ის რომ იცი რომ პასუხს არ აქვს. ვიცი, რაც შენ ახლა მითხარი ეს ჩემს ისედაც ჩასრულ მდგომარეობას უფრო აუარესებს მე ვიცი. დამავიწყდა იცი, აი ვიგონებ და აღარ მახსოვს. როდის იყო მე და ვანიკო როდის დავწმაკას თითან. რა ვიცი, საერთო რა გვაქვს? მე და ვანიკოს. რა იყო რა? ყოველთვის ასეთი არის. არა, ადრე ისეთი მაზალო ხასიათი ქონდა. შეგიყვარდებოდა და ეხლა რა. შენ და ჩემთან რა გაქვს საერთო თუ იცი? ისთან? ჩემთან. არა, ეს სხვა თემაა, მოდი დღეს ამაზე არა, რატო? არა, მოდი. დღეს და ეხლა მოდი. აბა. ივანე არ უნდა გამებრაზებინა, შევწდინე. ძლივს რაღაც ადამიანური არ წამოხს რა ბიჭო. სხვათა შორის. იცი ნახატზე არ უნდა გეთქვა ნაჯღაბნია. და გონე მამამისის დახატულია ბიჭო. არა. მგონი ეგრე. შენ არ შეუბერე რა? რა უპერავდი მაშინ გამახსენდა ზუსტად. ივანეს დაბრუნება. ლიფჩი,
ვიღაცა ბავშვები ისხდნენ და ერთობოდნენ, ამიტომ დაბლა კიბეებით ჩავმოდი და ვფიქრობდი, ეხლა წავალ სახლში. ავიღებ ომის დროს გადამამულ ჩემს იარაღს, დავბრუნდები და მოკლავ მეთქი. მაგას ვაჩვენებ, ვინ არის საცოდავი და უბედური მეთქი. ამასობაში პირველ სართულზე ჩავირბინე და მხოლოდ იქ გამინათდა გონება ჩემთან შეუძახე ძმო. ფსიქიატრთან 6 წელს იმიტომ ხომ არ დადიოდი რომ საუკეთესო მეგობარი მოქნა. შამანაურთან 6 წელს იმიტომ ხომ არ კურნალობდი რომ მამიას ამბიციების იქით მისი ეს სულიერი დისკომფორტი ვერ დაინახო მეთქი. დახმარებას რატომ არ თქო მამია? იყვირე რა მიშველეთ. იცოდე რაც უნდა გამიჭირდეს მაინც გიშველი მაინც ბიჭო იცით შამანაური თქვენზე რას ამბობს? ვერ გავიგე რა შამანაურთან ჩვენზე ლაპარაკობ? შამანაურსთან ყველაფერზე ველაპარაკე. კი, მაგრამ ფსიქიატრთან ჩვენზე რატო ლაპარაკობ? ზოდა იმ კრეტინთან ჩემზე მეორე ხმა არ წამოხდეს თორემ რატომ მიშოთ მაო სიტყვის თავისუფლება? სიტყვის თავისუფლებას კი არა, გეკითხები რატო ლაპარაკობ იმ ფსიქიატრთან ჩვენზე? სერგო მე ვგრძნო დაძაბული ერთობა რო გვაქვს და მინდოდა აეხსნა. რა მინდოდა? აში გაინტერესებს ვერ მე დავიცოდე ეს კრეტინი რას ამბობს ჩვენზე რა? გაინტერესებთ ის კაცი რას ამბობს თქვენს? მაინტერესებს ძალიან. ეხლა ჩაიწერე? ჩავიწერე ხო, იმიტომ რომ რთული დასამახსოვრებელია. წავიდით ხო? აიგეთ რა, მე დაიწერე. თუ მე ვარ იმიტომ რომ მე ვარ. მაშინ შენ ხარ იმიტომ რომ შენ ხარ. ეს ნიშნავს რომ მე ვარ და შენ ხარ. მაგრამ მაინც როგორ? კაცო. თუ მე ვარ იმიტომ რომ მე ვარ. ნუ. მაშინ შენ ხარ იმიტომ რომ შენ ხარ. ეს ნიშნავს რომ მე ვარ და შენ ხარ. მაგრამ თუ მე ვარ იმიტომ რომ შენ ხარ შენ. მაშინ შენ ხარ შენ იმიტომ რომ მე ვარ. აქედან გამომდინარე. მე არა ვარ. აუცილებლად რომ უნდა ჩავიწერო. აიგე ბიჭო. რამდენ სულ 15 ლარს ვირაში ვარ. კარგია. შენ თავარი არის ბიჭო თორე. ყოველი სეანსის დამთავრების შემდეგ ეს იდიოტი აკრების. ხელში აძლევს ფულს, გაიგე? რათა ფროიდის თანახმად უნდა შეიგრძნოს ფულთან განშორების ზევდა. შერა, ვაიჩკა, დრო რო გექნება გეხვეწები, გადავიწერე ერთ ეგზემპლარად. გამოგვადგებას. რა უნდა გელაპარაკო რა? შენ ხა ვერ ხვდები, მაგრამ ეს პრობლემა სხვადასხვების გაცილებით ღრმა, ვიდრე თქვენ ახლა გეჩვენებთ. მოიცა იმისთვის დაბრუნდი აქ რომ მეორე ლოყა მომიშვიო კაცო. არა, ამ შამანაურმა სულ გამოაშტერა ეს საწყალი. თითანაც რო მოგობინე, თემენე უყვა. ამას ეხლა ის რა გეუბნება რა? არინდა დაიჯეროს შენი ანტრიაზე. აი ხა ორიოს მოგეთ. არა და კეფიცები, სერგო, კეთის კეფიცები. აი რაც მეც უყურე, მით უფრო მოგწო. ეხა მომისმინეთ ორივე. თქვენ ხო გამოთქვით თქვენი აზრი, არა შენს და შენს. აი მომისმინეთ თქვენი აზრი ორივესი. აი სულ ფეხებზე კიდია, გაიგე?
რატომ ღელავს სერგო? სულაც არ ღელავ, მამია. უბრალოდ იცი რა არის, აზრი არ აქვს რა ამ კამას რა. არა, თუ ღელავ და ნერვიულობ, ეს იმას ნიშნავს, რომ სხვათა აზრს აყოლი. ბიჭო, არ ნერვიულობ, უბრალოდ იცი რა არის, უაზრობა ამას ლაპარაკი, დავიხალე რა. არა, ნუ ღელავ მაინც. მორჩით რა საქმე დაიხურა, ხო თქვით რა, გეყოფათ რა. მართალია ეს დას, მართალია. დაყოფა, მორჩა. წავიდეთ ახლა სადმე ვივახშმოთ. თქვენ წადით მე არ ვიდე. ეხლა რა იყო სერგო ხო რა? ძლის ერთად შევიყარე. ო, აი, ხედავ, როგორ ჩანს, ჩვენ ერთად შეყრას, მარტო ზიანი მოაქვს რა და მორჩა, გეყოფ. ეხლა მართლა ვერ გამიგია რა ხდება. მოდი დავწყნარდეთ. აბა რატო ჩხუბობთ? ეს სურათის გულის შე ვერ გავიგე, მართლა ვერ ახდები, ეხლა ნავცმის ხავს ეს. მორჩა მე მეორედ ვეღარ ამომიგე. მაგრამ მეც უნდა წავიდე იმ შამანაურთან. შენ ვერ წახვალ, ვერა, დრო არა, დრო. ჩაგეთახა? გელცემი უმი. კარგი ხარ. ღირსნიც არა ვართ უმზი. ზუსტი შენიშვნაა ჩემო ბაგარო, ზუსტი. თუ გეშინია ჩემ აზრს არ აყვე და ჩემი თვალით არ შეხედო. ისი რა? არავის არ მეშინა. არა? შენ იცი რა თქვა ამაზე პოლ ვალერი? არ მაინტერესებს. მოიცა, არ გავაგიშვა. პოლ ვალერის აღარ გაინტერესებს. არ დამიწყვა ხარ პოლ ვალერის კითხვა, თორე კი, გადავიღე. მაგრამ შენ რა მომიჩნდა ეს პოლ ვალერი? არ მაინტერესებს. ის ხომ მოგწონდა ეს? სულ ფეხებზე მკიდი არასაც ამო. პოლ ვალერი. შენ რა გიდია, მაგრამ ფეხებზე მითხარია დაანახო რა, ჰა? აი ის სერგო რომ შენ ჩემმა მეგობარმა კაცმა აი ეს იყიდე და აი ამ იმაში იმდენი ის მიეცი. აი ეს მოიცა გეყო, არა, მაშინ მეც ვიტყვი რა გიდია ფეხებზე. თუ ასეთი გულახდილი საუბარი წავიდა, მეც ვიტყვი რა გიდია ფეხებზე. მაგრამ ეს რა გიდია ფეხებზე. ის რო ყველანაირად ცდილობ დამიმკისო რომ მეც ეს სურათი არაერობად მიმაშინა რა. არა აი აზრადაც არ უშვებ რომ შესაძლებელია ეს სურათი მე მართლა გულწრფელად მომწონდეს. აი ამიტომ ჩემო მამია ვერ გამიგია ჩემო ძმაო რა. აი რა გვაქვს საერთო მე და შენ და საერთოდ რა გვაკავშირებს? აი მე ვერ წარმომედგენია რომ ჩემს მეგობარს ნორმალურ ადამიანს შეიძლება რომ აი ეს მოსწონებოდა. მაგრამ რატო მამია გამაგრებია? იმიტომ რომ სერგო მიყვარს. მაგრამ არ შემიძლია აი ამ ნახატის მყიდველი სერგო მიყვარს. ბიჭო, რატომ ამბობს ამ ნახატის მყიდველი სერგო? რატომ არ იტყვის რომ არ შემიძლია მიყვარდეს სერგო, რომელსაც ეს ნახატი მართლა გულწრფელად მოსწონს? აი მითხარი. ჯერა ეს მოსწონს. და რატომ ვიყიდი მე რა მითხარი რა? აი ეს მაგალითად ეს ამას ვეკითხება კაცო, რატო მიგია? არა, აი რატომ პასუხობ? აი რატომ შეიგნე რა ბოლოს და ბოლოს მე ეს თურათი მართლა გულწრფელად მომწონს გესმის? და ისეთი გამოხტომები მაგიჟებს და მაცოფებს. გაიგე რა? კარგი. ეხლა მე გაგაგებინებ. მამია გახსოვ შენ მაშინ ადრე ლაურაზე რომ მკითხე როგორ მოგწონს რა სერგო მითხარი რა სერგო რა გახსოვს მე ხوار მithავს მაშინ რომ ლაურა მახიჯი და ერა წარია მეთქი არა და შემეძლო ასე მეთქვა ლაურაზე მართლა რა თქმა უნდა არა კაცო ეფექტი მოვახდინე, ხედავ როგორ ეფექტია, რა თქმა უნდა. არა კაცო, არა. რასტი უარესით რო იცოდი. არა. უარესე. თუ ჩემი ძმაა. ამით
ესენი რა მეგობრებს რა. აი რას ნიშნავს ეს უარესი უარი? ხედავ, აი თუ ხედავ რა. აი დააკვირდი, როცა ლაპარაკი შენ გეხება სიმართლე, რა მწარე მოსასმენი ხდება, რა სიმართლე. ამ ესენი რას ნიშნავს უარესი უარი? ეს ჩემი ძმა ხარ, ნუ იმუქრები რა, ძალიან ვიმუქრები. მე ვიმუქრები ვანიკო ეხლა. მიპასუხე რას ნიშნავს უარესი უარი? ბატონო, ახლა მოგიხსნით. რა უნდა? აი, თუნდაც უყურებ. აი, მაგალითად, აი ესმის. აი სიგარეტის კვამს როგორ ინიავებს? როგორ ინიავებს სიგარეტის კვამს? არ შეუმჩნევია, ხედავ? შენ მართლა შეგიმჩნევია, როგორ ინიავებს ამ სიგარეტის კვამს? შენ რა გონია, მარტო ისე უბრალოდ იქნევს ამ თავის ხელებს, მხოლოდ ბულის გასაფანდა ვარ? ნუ რას უკაცრავად, ჩემო მამი? არც კი შეუმჩნევია. ეს იცი, ეს მის შინაგან ბუნებას ყიდის. უზრდელია. მოსე მართლა ასეთი. თუ რა თქმა უნდა, როგორ მოსე ჩემს ლაურაზე თითქმის ჩემს ძოლზე ასე საშინელებებს, იმიტომ ვიზახი რომ ხელებს ლამაზად ვერ იწვევ. არა, მაპატიებ, ჩემო მამია, მაპატიებ, მაგრამ იცი, სხვა ნებისმიერი დარბაისელი ხალი ლაურას ადგილას. იტყოდა თუ შესაძლოა ეს საფერფლე ცოტა იქით მისცეთ სიგარეტის კვამლი მაწუხებსო. რას უკაცრავად ბიჭო? რასო? შენიშნეს ღირსათაც არ ჩაქთვლის. იქნებს ამ თავის ხელები. დაღლილი და გატანჯული სახით. შენ ცოტა საზვია რა. ახედავ, აზვიადებო, კი ატყვიო, აზვიადებო. იცი რა, ჩემო ძმაო? აი ძალიან გული მწყდება. ძალიან გული მწყდება, ასეთი ქაჯი რომ შეხვდა. ლაურა. ქაჯი არ არის. ეხლავე ან უკან წაიღებ შენ სიტყვებს. ან ძალიან დიდ ბოდიშს მოიხდი, თორე სერგიკო მიგაფშერი სიტყვები უკან თუ არა? არა. რატო შეგე ხა მოიხადე ბოდიში რა არის? რატო და მოიხადე? კარგი ხარ რა არის? კარგი მოშინე ხარ რა? სიცილი მომკალით კაცო რა არის? ამი ხა მოიხადე ბოდიში არ უკანასკნელ გიშა ბოდიში მოიხადე. არა ძმაო, არა. რა მოგივიდათ ბიჭო რა? ორი ნორმალური კაცი უცებს სულ გადაირიეთ გამაგები. ვაიმე დედა რა. ორი მანახე. ხელი არ მოგიდოს ეხლა. ხელი არ მომიდო გელაპარაკების თემა. ვაიმე. არა ფერი არა. არა ხედა. პურის ბარაბანით უგამისხდა მაინც მე. ბარაბანი არა ის. რა იცი შენ? შენ რა იცი? როგორ არ ვიცი? შენ ხომ ყურცხვილი არა ხარ? შენ ხარ დერმატოლოგი ხარ შენ. დერმატოლოგი ხარ. დერმატოლოგი. გამიგონია ადამიანი გალანს ხო ახაო და შენებს ცუდად იქნებს. მართალი ხარ, მართალი არ გამიგონია. ეს ხომ სრული უაზრობა? აზრი რა არის ეს? რა? მოდი, კიდე დამარცხე. მოდი დამარცხე. მოდი. ვაიმე დედა. სერგოგაფცე. არა. ეხლა თავმა გაიმინა თუ მომეჩვენა. ვირთ გაიქნებოდა რიჟა ვირთხა. აი, ვირთხების გაუშთა, ხო ხედავ? სერგო რა მოხდა თქვენ შორის ისეთი? ამ ვარ მაგაც უცებს რომ გააფინეთ გამაგებინეს. არაფერი ვაჭი, აბსოლუტურად არაფერი. მე შევიძინე ხელოვნების დინოში, რომელიც მამას არ მოეწონა. მე არ ისევ ნახას დაუბრუნდი. ტვინი გადაგეკეტა. ეხარ გაჩერებულ ხარ. მოგე. ზუსტად ისე იქცევით როგორც მე დაივლიდა. ჩვენი ურთიერთობა მაშინში და პათოლოგია. მოიცა, ევლიდა ვინ არის? ჩემი დედიკაცანი გასო რა მოგე. არა, დიდი ხანი არ გიხსენდა ხე დამოვიდა. აი დედა როგორ. დედა. ძალიან.
ჭირს აპკი გამის. ღირსები მაინც. ვაი მეთქა. რატომ ადრე არ მითხარი? ლაურაზე თუ ასე ფიქრობდი? არ ვინდოდი. გულს გატკენ. უილია, რატო? იმიტომ რომ პირველად თავიდან რომ მკითხე, შენ ასე მიპასუხე ფერიფერსაო. მართალია ეს კაცი! მართალია ეს კაცი! ცოტა კონიაკს დალევ. მამია დავიხედე და ტვინში რაღაცა მართლა გამისმა. ალკოჰოლი არ მაწყობს. ამოხდა მე ხო ლაურას ისეთი არაფერი არ მithქოს. ისაუბრეთ, მე ყურადღების დაღირსია. ეს შენი სასაყვედურო არაფერი არ ჩამიდენია. მოიცადე რა მე ჩავიდინე რა მე შენი სასაყვედურო. ო, რა. ჩემი და ლაურას ურთიერთობით ჩვენს ზმობას არაფერი არ. მოიცადე. ასე ამ ტრიაზე ტრებად გვაქცია? ხო? აჰა. ესე იგი ანტრიაძე შლის ჩვენს ზმობას? ანტრიაძე და სხვაებიც გამის. შედა. შედა როგორ რეკავს? რა მნიშვნელობა ორივენი კარგად უსწრეთ. სერგო შენ რომ ჩემი ძმაკაცი ყოფილიყავი, რა ნახაც შენ არ იყიდე. ესე იგი ძმაკაცებიც აღარა ვარ, ხო? არა, დრო იყო, მაფასებდი, ჭკუასაც მეკითხებოდი. ეგეთი ურთიერთობა სხვა. ხო, აი, ვანიკო ახლა ერთუჯრედიანი ამება რო არ გამხდარიყო. არ დამიჭერე. მიდი, განაგძე, მიდი, მე ყველაფერს ავიტან. არა, ხო იყო დრო, ვანიკო. მოსწონდა ჩემი ორიგინალური მსჯელობა, დამოუკიდებლობა, უცნაური ხასიათი, მაგრამ როგორც იყო, ყველაფერს აქვს თავის ბოლოს და ბოლოს. და შენც ჩამოგშორდი, მიღალატე, ხო? მე ჩემოგშორდი, მე გიღალატე. ხო, შენ ჩემ თვალში მოვალატე. მე ვერ ვიტან შენს დამოუკიდებლობას. რა, უცნა, მართლა ის საოცარია. აი, საოცარია, მაგრამ სიმართლეა. ხო? ჭაიბრალია. არ მეცალა და შენს დრო იხელთე და გამოჩენილ პიროვნებებს მიაშურე, ჯაყელებს, შარიკაშვილებს და ვიცი კი ტბილის ეკი გოგუაძეს, ეს გოგუაძეს ბრალი. რა სამო, მამე, რა შუაშია ბიჭო გოგუაძე. მომისმენთ, გოგუაძეა, უყარს კონცეპტუალიზმი. აი, რა მნიშვნელობა. აი, ხან გამაგიჟო კონცეპტუალიზმი. აი, ხომ ხედავ ჩვეულებრივი საუბრის დროსაც, სერგო. არ გვესმის ერთმანეთი. მეგობარი, დიდი ხნით არ უნდა მეატოვოს, უთვალი უნდა გეჭიროს, დაკარგაო. აი, თუნდაც ჩვენი საბრალო ვანიკო. თავის დროზე მოსხოვებული ენერგიითა და ტემპერამენტით რომ გვახტოვანებდა ახლა. ბითუმად მოვაჭრეთ გადაიქცა, მალე მეუღლე გახდება, მე რა გახდება კაცმა. მამია. რა. ფიჩები ზვა. რა. იცი რა. აი, როგორმე, არ ვიცი როგორმე უნდა ისწავლო ადამიანების სიყვარული, ბეგი. აი, მარტო სიყვარული და სხვა არაფერი. ეს რას ნიშნავს ეს მარტო სიყვარული და სხვა არაფერი? ადამიანი უბრალოდ უნდა გიყვარდეს ისეთი როგორიც არის. როგორია ეს ადამიანი? მაინც და მაინც უიღბლო. ესე იგი ჩემ მხრიდან ნამდვილი ძმაკაცის ძიება უიღბლობაა რა ის ამ ძიებაში ბედი არ მწყადობს. ერთი ბითუმად მოვაჭრეთ გადაიქცა, მეორე თეთრ კაკაშკებს ყიდულობს.
მედიცინაში ამავად ყოფობას რაღაცა ქვია. მოიცა, მამია. ესე იგი შენ რა, ვერ გავიგე. ჩვენი ამდენი ხნის მეგობრობას ბოლო ეხება? ხო. რა სულელო, ბიჭო, შენ რა სულელო? თქვი რაღაცას თქმა ხო? ეს თანამედროვე ხელოვნება, რასაც ეფუძნება ჩემო სერგო და ბანკო. აი სწორედ აი ამ ფასეულობებისა მე არ მჯერა. მე სიურპრიზის კანონიო. სიახლის კანონიო, არა ეს ყველაფერი. სიურპრიზი რა არის, სერგო, ეს ხარ კუდრად შობილი გვამი. არა, აი თუნდაც მასე იყოს. მე რა? ამაზე მეტი რა გინდა მე შენთვის რაღაცა დიდი ხნის სარგებლობის აუ, გაერთი თუ ჩემის გვამი. შამანაური გენიოსია, ყველაფერს განძლივი სარგებლობის სიურპრიზი. გენიოსია. შენ ისე ნუ იქცევ თითქოს შენ ეს არ გეხებოდეს ვანიკო? ნუ იქცევ. მე რა შუაში ვარ? ამას მართლა ხარ გაუწდა რაღაც აფკი. როგორ აფკი ვანიკო? შენ მთელი ცხოვრება ცდილობდი რომ ჩვენ თანასწორნი ყოფილიყავით. ყველაფერში ვანიკო, თანასწორნი კამათში, ძმობაში, ხელოვნების შეფასებაში. ვერ ვიქნებით თანასწორნი ვანიკო, მე და შენ, ვერა. ამიტომ უნდა ახლა ამოირჩიო ან ეს ან მე. ხო. უგე ამოვიჩი. ძალიან კარგი. უშემატკივრები არ ამჭირდება რა. ხელს რა კრავ, საცოდავს, რატო კრავ ხელს? რატო ვიკრიბებით თუ ასე გძულს ერთმანეთი რა? აი ერთმანეთი რო გძულს ეს ნახე. მე არ მესისხები. აი თქვენ კი ნახდათ გძულთ ერთმანეთი და მეც გძულვართ მას რატო მეგობრობ? მე მაგალითად მინდოდა შევხედროდი ჩემს ძველ მეგობრებს მათთან ერთად ძველებურად მემხიარულა, გავტობინიყავი. ვაჩკა, შენ თუ აკვირდები, რომ მარტო შენ თავზე ლაპარაკობ, ა? შენ სხვათა შორის მხოლოდ რიცხვში ლაპარაკობ. მე თქვენ ვიღაზე ლაპარაკობთ, სერგო. თქვენ. აქ ყველანი საკუთარ თავზე ლაპარაკობთ. ჩაგვაშხამარა დღევანდელი საღამო. მე ჩაგაშხამეთ? რა? საღამო მე ჩაგაშხამეთ? ხო. დღევანდელი საღამო შენ ჩაგვაშხამ. ესე იგი დღევანდელი საღამო მე ჩაგაშხამ. დიახ, დღევანდელი საღამო შენ ჩაგვაშხამ. მე ჩაგაშხამ. შენ ჩაგვაშხამ. უკაცრავად საღამო მე ჩაგაშხამ. შენ ჩაგვაშხამე და ვუხტუხებ აგრაღას. ესე იგი დღევანდელი საღამო მე ჩაგაშხამ, ხო? შენ რა ჩაიხვიდე თუ რა გიხვიდე? მამია, ხაფიზე ყველაფერს საღამო მე ჩაგაშხამ. 40 წუთი დაიგვიანე, ბოდიში არ მოგიხდია, მაგრამ ორი იმდენი შენს გამოკლებულ ოჯახზე გველაპარაკებოდია. არა, მამის მე ეგეც რო არ იყოს, კაცო, ეგეც რო არ იყოს, რა სამოვი, ბატონო მამია, ეგეც დაბძანდი თქვენ და დაბძანდი. ესე შენი უხერხემლობით მეცსა და ბატონ მამიასაც ორივეს მოგიზიანე. შენ შენ სამის ხარეზე გადახედი. რას ნიშნავს სამის ხარეზე? შენს დამიწყე? არა, დაგიწყეო, აღიჩქა, იმიტომ რომ ამაში მამია აბსოლუტურად მართალია ხა სიმართლე რომ ვთქვა რა. შენ ყოველთვის საკონფლიქტო პირობებს გიქნი რა. რა იყო ვერ თქვენ გამაგიჟებთ. არა, თქვენ მე ამატირებთ თქვენ. იტირე. არა, იტირე, აი რო ლაპარაკობ. იტირე, ასა გულკრილად მაგას როგორ მე ვანიკო ყველაფერი ხელს გიწყობს. ჯოჯოხეთის მაშხალაზე ქოწინდები. მე ის მაგაცებს წის კრავ. მოსკარამდე რო ძმობას ეთიცებოდი ყველაფერი. ესე იგი ყველაფერი მოჩა და დამთავრდა. ამას უყო. ჩემი ხორცინი? როგორ ხორცინი? თქვენ რომ მეჯვარეები ხართ და დაგავიწყდა? შევცვალეთ ხო? არ შემიძლია გაცხადება შეტანილი მაქვს. არა, გამოს. არა,
შემინია მე გამოსვლა ეს აღზალულია. არ არის აღზალული. აღზალულია. არ არის აღზალული. და თავი ყავს აღზალულია. ეხლა შენ მე მასწავლი აღზალული არა. აღზალულია სერგო ეს და. კარგი ხო? ეს არის აღზალული. ხო. მოვა. ქორწილი უნდა ჩაეშალა, გაიგე? აი, კაცო. აბა როგორ? მასავა. კაცო რჩევ. კი. რას? როგორ? მოვაში დებილო, აბა რას ვიზავს, რა? ვანო. შენა. ეს როგორ გონია? ბითუმად ვაჭრობა. მე რა? უზე მეხატება? დაიწყო. არა და რა ვქნა? ამის დედავატირი როგორ მოვიცია? 40 წელი როგორც ხოში მქონდა, ისე ვიცხოვრე. ჩემი სისულელეები და შენს გართობი სხვასაც, მაგრამ მე საღამოობით ხომ მარტო რჩებოდი. სულ მარტო. სახლში ბრუნდებოდი და სიმარტოვისაგან ხმუილი რომ არ დამეწყო. ყველაფერს ჩავთავდი ხოლმე თუ კი რამე ხმას გამოსცემდი. ხილად ზვაგას, ხილად არ დაიბოღმა. ხო ეთქობა ბოხმა ვარ, ბოხმა, ჩემომამია, რა ვქნა, მე თქვენნაირი პაკიზი სულის ადამიანი ვერა ვარ. არც საკუთარი აზრი გამაჩნია. არც ხელიანი სამსახური ტაკი მასხარა ვარ. ტაკი მასხარა ვიყავი და ტაკი მასხარად მოვკვდები. აი, დაწყნარდი. როგორ ბედავ შენ ჩემს დამშვიდე. აი, დამშვიდე, გადა ცუდი რამე თქვია, დამშვიდე მეთქი, დამშვიდე დაკარგულ ადამიანს რომ ეთქვი, დამშვიდიო. ამაზე უარესი რა უნდა იყოს? კარგი ვანიგა. ნუ დაწყნარდები. ვა. ვიცი მე რომ თქვენნაირი არც ჭკუა მაქვს და არც განათლება. რას ხდება ამის რას თქვენთან მეგობრობა მინდა სხვა არაფერი. აი ხა ბიჭო ნუ აგუჩუყებული ახლა. მოვჩი სერგო აგინე. საჭმელი არაფერი გახსნა. რაღაცა ერთი ლუკმა გექნება თორე წამივა გული ახლა. არ დაიჯერებდა. მაცივარში ზეთის ხილის მეტი არაფერი არ ამა, გაიგე? სამაგეროთ ანტრიაძე გახდა. ხლა ისეა. ებიჭო წადი მოიდანე ეს ზეთისხილია თუ მაკარონია თუ რაღაცა. რა? ნუ კიდე აქ ხარ შენ? აი მოვიდა. სირბილი. სულ გააფრინე თქვენ, სულ. გადაირი. უცალი მეგულებოდა. ერთი ვიღაცა შეუჭამე. ეხლა რო წამოსკუდი მან ამას პატარა თებში არ უნდა? იმისათვის. ისთვის? ვიცი მე ერისთვისაც. ეხლა მითხარი მამია. ღირდა ასე გაგიჟება?
უბრალო თეთრი ტილოს გამო? აბატონო, ინებეთ იმისათვის. დიდი მადლობა. შენ დაგისწავე? დაასხი შეშებადები და. მე აპკი რომ გაგისწავე. დაასხი. დაგვეშველება. ივლი მე ასე უაპკო. აბიჭო. სადაა ბიჭო მაგას აპ. ძმებო. ხო. ძმებო. ძმებო. ანტრეაზე თეთრი ხო არ არის რა. ბატონებო. აი ეს ტილო ალბინოსის მოჯმულ სახთაა. ვიშა კაცის არა. ალიგო პარიჩკა წელს მუღარაფეს ნუიტყვი რა. ის მოჯმო გაგინდეს. რა. ვაიმე. აიო. არ ვიცი ახლა მაგას კიდევ რაღაცა უნდა მივახატო. აი ხა კაცი მათხოვე რა ხოლმე. არა როგორ არ გათხოვე, მაგრამ ისე რა ერთი ნაგლე ლურჯია და რა ფერებში როგორ წავა არის. სირა. მოდი შენ. შენ თვითონ. მე თუ არა არა, შენ. მე მოდი რა იყო, მოდი. მოდი თამამად, მოდი. აი ზეგასე მოდი აჰა, მე. სეროშ მამია, კარგი იყო. არა, თუ გაჩერდი, კაცო, ამას ვინ ეკითხე რა, შენ მორჩი რა. თავი. ნობლდოა მამია მორჩი ახლა გეყოფა არ ხმე. გეყოფათ ახლა მორჩი. ეხლა თუ ეს. სერგო არ არის მაგრამ. სერგოს განახეთ ეხლა თქმა. მამია. ჯობათ. ხმარები.
წავედით სერგო. აღარა გვეხმელა. ახ, ვანიკო, შენი ბითუმად ვაჭრობ. ესე. Яй. Mas mein Job ist. Hey, hallo Aniko, gut, please. ეს შედა წავეხა ვიواشე ას ბოლშემთა ქორწილის მეორე დღეს მე და კეთი ვერის სასაფლაოზე წავედით. კეთინ დედამისის საფლავზე საქორწინოთ აიგული და კამფეტები დააწვა. მე კი ერთ-ერთ ძეგლს ამოვეფარე და ავტირდი. დასაძინებლად მოწებოდით, მაშინაც ცრემლები წამოვცვიდა. ერთ ჩამანავს უნდა ვკითხო. ამ ბოლო დროს ძალიან გულაჩეპებული ვარ და სულ მეტირებ. ჩემი ხის მამაკაცისათვის ეს ცოტა ნაადრევი ხომ არ არის. ეს ტირილი იმ დღიდან ამეკვია და სერგოსთან თეთრი ტილოს გამო რომ შევასწრით ერთმანეთს. არა და მას შემდეგ რაც სერგომ თავისი საოცარი საქციელი დაგვიმტკიცა რომ მამია უფრო ძვირფასია მისთვის ვიდრე ანტრიაძის ტილო რესტორანში წავედით. იქ მამიამ და სერგო პიცი დასდეს რომ აღადგენ დანგრეულ ურთიერთობას. ჩემო მამია მას შემდეგ ვეღარანაირ ჭკვიანურ ლაპარაკს ვეღარ ვიტან. ამ ქვეყნად არც მშვიდობა და არც სხვა რამ ღირებული არ შექმნილა ჭკვიანური სიტყვების ბრახა.
როდესაც მე და მამეამ ლაურას ნაყიდი შვეიცარიული საპნით. როგორც იქნა ამოვშალეთ ის ჩვენი მოთხილამურა. კარგი ხან შევცქერდით ანდრეაზეს. მე მამეას მიუბრუნდი და ვკითხეთ. ბიჭო, მაშინ რო ხატავდი, იცოდი რომ ამოშლა შეიძლება მეთქი? არაო. შენ თუ იცოდი? კინაღამ გამოუწყდი რომ ვიცოდი. არა. ისეთი თვალებით მიყურებდა რომ ვერ გავაწყდი. მოვატყო თეთრი ღრუბლებიდან თეთრად ბარდების. არც ღრუბელი მოჩანს, არც თოვლი, არც სიცივია და არც მზეზე მოელვარე მიწა. ვიღაც თხილამურზე შემდგარა და მარტო მიექანება სადღაც იქ ქვევი. თავს სანამ კაცი არ გაქრება, არ გადავა სადღაც იქ, სადაც შემდეგ ფერი ცვალება ელის. ჩემმა მეგობარმა, რომელთანაც მთელი ცხოვრება მაკავშირებს, თეთრი სურათი იყიდა, საშუალო ზომის თეთრი ტილოა, 1.60 და დაახლოებით 1.20 ტილოზე. კაცის სივრცეს კვეთს. და თან ჩინარდება. იცრიცება სივრცეში. თავს